ჩვენთან არის ასევე სტუმრად მამა საბა გაზდელიანი, მღვდელი ჩიტაძეზე მდებარე წმინდა ნინოს სახელობის თვითმსახური. მოგესალმებით მამაო. აქ ყველაზე ახალგაზრდა ხართ ახლა როგორც ვხედავთ და თან ვიცი რომ თქვენ ძალიან პატარა ასაკში დაიწყეთ სასულიერო ცხოვრება. რამ განაპირობა ეს ყველაფერი? იმიტომ რომ არაერთ გზის ვახსენეთ რომ თანამედროვეობაში უფრო რთული ახალგაზრდები უფრო რთულად დადიან ეკლესიაში. თქვენ შემთხვევაში როგორ მოხდა? მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. წყება 4 წლის ასაკიდან, როდესაც დედაჩემმა მიმიყვანა ეკლესიაში და ეს სწორედ ის ეკლესია იყო, სადაც დღესაც მსახურობ ჩიტაძის წმინდა ნინოს ტაძარში. ასეთ თქვათ, რაღაცა დიდი გარდატეხა არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, რადგანაც ბავშვობიდან დაკავშირებული ვიყავი ეკლესიას. მქონდა რა თქმა უნდა რაღაც პერიოდები ისეთი გარდატეხის ასაკში ან შემდგომ პერიოდი, როდესაც სამსახური დავიწყე, როდესაც ვერ ვახერხებდი ასე ვთქვათ უფრო ხშირად სიარულს ეკლესიაში. მაგრამ ხვდებოდი რომ ეს რაღაცა შფოთი იყო ჩემს ცხოვრებაში, რადგანაც ყველაზე კომფორტულად, ასე ვთქვათ და ყველაზე მშვიდად ვგრძნობდი და დღესაც ვგრძნობ თავს ეკლესიაში. ამაში ძალიან დამეხმარა ჩემი მოძღვარი, რომელიც დღეს აქ-ზის, ეს არის მამა მიქაელი ბუკია, ჩვენი ტაძრის წინამძღვარი. მასთან ვარ უკვე 23 წელია, 24 წელია და იგი მეხმარება დღესაც. დღესაც ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ მისგან სულიერად. და ის ყოველთვის მანუგეშებდა იმით, რომ და დღესაც მანუგეშებს იმით, რომ ღმერთს მიენდე და ყველაფერი იქნება. ამიტომ ასე ვთქვათ, ამ გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია. იმიტომ თუ კი გვწამს ჩვენ ღმერთის და თუ კი ვიცით რომ ღმერთი ყველაფერს მოგცემს, რაც გულიდან წამოსული არის, არ უნდა შეგვეშინდეს წესით ამ გადაწყვეტილების მიღება. მე ეს გადაწყვეტილება მქონდა მიღებული მერვე კლასში, ბავშვობიდან მქონდა სურვილი გავხდარიყავი სასულიერო პირი და მადლობა ღმერთს რომ შევძელი ამის რეალიზება და დღეს ვემსახურები ღმერთს, ვემსახურები ხალხს და ვიმედოვნებ რომ ესე გაგრძელდება ცხოვრების ბოლომდე. ძალიან დიდი მადლობა.